30 მარტს ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის მეოთფინალების შეხვედრები გაიმართა. ეს თამაშები ძალიან საინტერესო იყო, ამიტომაცაა დღემდე აქტუალური. ყველაზე ადრე 9 მარტს ბაიერნი, ფიორენტინა და არსენალი პორტო თამაშობდნენ. ერთ-ერთი უხგოლიანი მატჩი ბაიერნსა და ფიორენტინას შორის შედგა. ანგარიში იტალიელებმა 28 წუთზე გახსნეს. შერეული დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთით ცუდად მოიგერია და ვარგასმა დამატებაზე ყველას დაასწრო. ფიორენტინას უპირატესობა ორბურთამდე სტევან იოეტიჩმა გაზარდა 54 წუთზე, მაგრამ ბაიერნი დანებებას არ აპირებდა და მე-60 წუთზე მარკო ბოლმელმა ანგარიში 2-1 გახადა. აუ, იცით ეს დარტყმა რა მაგარი იყო? გოლ! კარგი ბობო, რა გოლ? გავაგრძელოთ. 64 წუთზე იოეტიჩმა დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდი კვლავ ორი ბურთით დააწინაურა. ხოლო 65 წუთზე არიან რობერმა ულამაზესი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3-2 და ბაიერნი შემდეგ ეტაპზე გავიდა. აი დღეისთვის ეს იყო ჩემი სპორტული ინფორმაცია. რა ხდება? სიურპრიზი! სიურპრიზი? რა სიურპრიზი? ფეხბურთის სპორტი. უბრალოდ კი არა, რუნის ხელმოწერა. მართლა მიესა. ერთადერთი გიცურა გადაგიხსნა. დაჩი. აბა დაჩი. ბურთს ფეხი დაადე.